ესაში გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით ბოდიშიფტის ბატონო მოსამართლე ჩვენს ნებაში ორი წუთი ჩემს კომენტარს გავაკეთებ ბოდიშიფტის დაკავშირებით. ძალიან მოკლე. მე მინდა გითხრათ, რომ მე ეს ჩანაწერი მახსოვს და ეს ჩანაწერი ადრეში წერტყობა ეცდება ღიად ვიდეოკამერის წინ და მე ამ ჩვენიაროს განცხადება გავაკეთებ პირიქით, ეს იყო ჩემი მოვალეობა და მე მინდა რამოდენიმე მცირე დეტალზე ვიღაცა ყურადღება ჩვენი ინფორმაციით უქროუნის აჯანყებაში მონაწილეობდა გარდა ჩვენთვის ყოველთვის ცნობილი ადამიანების, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით რუსეთის დავალებით მოქმედებდნენ, ჩვენი ინფორმაციით მონაწილეობდა კიდევ ორი რუსი რჩევები, და ჩვენი ინფორმაციით ყალის დახმარების მიზნით შეთქმულების ორგანიზატორები მოახდინეს მათი ლიკვიდაცია და ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიზრდები ბრძანებას ამ ორი ადამიანის ამის კომისიის შესახებ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დაგვიფიქსებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ამის ინტერპრეტაციას, ვიღებ თურმე ეს არის ველოდი შეკვეთა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ განცხადებიდან, რომელიც თქვენ უსმენთ, 1 საათში, ამ 1 საათის განმავლობაში სხვადასხვა ფორმის დაკავებული იქნა მინიმუმ 15 ადამიანი. უფრო კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ დანაყოფების მიერ სოფელ მუხროვანთან 1 საათის შემდეგ ამ განცხადებისა თუ ამაზე ამ დანაყოფების მიერ დაკავებული იქნა რამოდენიმე კაციანი ეგრეთ წოდებული რეინჯერების ჯგუფი, ვასწრებ 5-7 ადამიანი და არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული წესასწაული იარაღი და არც ერთი მათგანი მენაცვლად დაჭერილი წარდგეს. გარდა ამისა დაკავშირებული იქნა ორგანიზატორები და ასე შემდეგ, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დანაყოფების მიერ. რაც შეეხება ამ თემის მიღმას, ამ დღიდან 3 კვირის თავზე ჩატარებული ოპერაციისა გდანში ოთანაძის და მისი ჯგუფის დაკავების შესახებ ამის მიღმა არის ხელოვნური. უფრო მეტიც მე მინდა გითხრათ, რომ ის დანაყოფი, რომელმაც ჩაატარა ოთანაძის დაკავების ოპერაცია, საერთოდ არ იმყოფებოდა უხროვანის ტერიტორიაზე, უხროვანის აჯანყების დროს. აქედან გამომდინარე, არავითარი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს. ყველა მასალა ინახება შინაგან სამინისტროში, როგორც პირველი ოპერაციის, ასე მეორე ოპერაციის, რომლის ერთმანეთში გადაბასած ცდილობს პოლიტიკოსები, პროკურატურას განსაზღვრება გაუკეთებენ და მოუწოდოთ პროკურატურას სამხედრო ურანოებს მიუკერძოებლად შეისწავლონ ეს საკითხი. მე ვარ სამი მართალი ამ საქმეში. მე ვერტომ არ უნდა იმ 2008 წლის ომის დროს, ოდორის ოპერაციის დროს, ამ აჯანყების დროს ყოფილიყავი ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი და ჩემს იმპიციაზე დიდად იყო დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. მე არასოდეს არ გამიწია ბრძანება არც ერთი ადამიანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით და აქვე პირდაპირ ჩანს, რომ ჩვენ ვეძებთ იმ ორი რუს ოფიცერის თუ რჩევნის, რომელსაც დავამტკიცოთ მათი კავშირი, იმიტომ ჩვენი ინფორმაციით ისინი თავიდან მოიცილეს, ხოლო ის ფაქტი, რომ ამის შემდეგ გახორციელდა რამოდენიმე ადამიანის დაკავება, კიდე ხას უსვამთ. ესენი არიან ადამიანები, რომელსაც მიატოვეს გაიქცნენ, ასე ვთქვათ, უხროვანის ბაზიდან და ამ ბაზიდან 5-7 კილომეტრის დისტანციაზე ამ დანაყოფებმა, რომლებსაც მე ვიყავი ინსტრუქტორს და დავალებას ვასწრებ, ამ ადამიანებმა აიყვანეს სიჩქარის გარეშე 7 კაციანი ჯგუფი. ეს ის რეინჯერები არიან, რომლებიც ბაზირებული იყვნენ, ასე ვთქვათ, ქალაქში
როდესაც მაშინ ვერ მოხერხდა ჯამპი, ამიტომ ეს ჯგუფი, მცირე ჯგუფი ავიდა მუხროვანში და მუხროვანში დაიწყეს ამბოხი. ყველა სახსოვს განცხადება, როდესაც მუხროვანის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აცხადებს გამოუჩენს, რომ გამოიყვანოს ტანკები ასე ვთქვათ, ბოქსერიდან, თუმცა მათ იმის გამო, რომ დიდი მასა ბატალიონის ბრიგადას არ დაემორჩილა, მათ ვერ შეძლეს ქალაქში ამ ტანკების შემოყვანა. ანუ მე ერთი სულ ვთვლი, ყველაფერში მართალი და მეორე მხრივ მოუწოდებ სამართალს რომ გამოეცეს ისინი არ არიან პოლიტიკოსები და იყვნენ ობიექტურები და მიუხედავად ყველა მასალა ყველა დოკუმენტი არის შინაგან საქმეებში ის ადამიანები მეორე გასაფუშაოს შინაგან საქმეებში ყველა მათგანი განარჩეული სამუშაოები საქართველოშია და ძალიან ადვილია ამ ჭეშმარიტ ამის გაგება. მე ამავდროულად უნდა შევახსენო, რომ როდესაც იყო ოთანაძის ჯგუფის დაკავება, მაშინ დაიჭრა ოთანაძეს და ვარცხლები ამირიძეს. მე მინდა გითხრათ, რომ მე პირადად ვთხოვებ ჩემს მეგობრს გივით არგამაძეს, მაშინ რადგან გივით არგამაძე არ გასცემდა სამედიცინო განათლებიდან და პირადი მასობიდან გამომდინარე და შეიძლება გადაამოწმოთ უახსენოთ თუ არა გივით არგამაძე დარება სამართალში და მოითხოვა თუ არა ასაკუთრებული ყურადღების მიქცევა ამ ადამიანისთვის არამარტო კომერციული საქართველოს მოქალაქეები და არამედ იმიტომაც რომ ეს ადამიანები იყვნენ მატარებლები ჩვენთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციის თუ როგორ დაგეგმა რუსულმა სამსახურმა ეს აჯანყება. მე ამით ეს დავასრულებ, მე მზად ვარ, როგორც ყოველთვის, ყველა შეკითხვას უპასუხო და ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდო სამართალ ორგანოებს, ვისაუბროთ ყველა იმ დეტალზე, რომელიც იმას გახორციელდა, ეს ფაქტი, რომ მე დემონსტრირებული კამერების წინ თავისუფლად ლაპარაკობდი, ეს მიანიშნებს იმას, რომ მე ვიყავ მართალი, მაშინაც და მართალი ვარ დღესაც. მესმის რომ ბევრთვის შეიძლება მომგებიანები ეს ამ განსხვავების გაკეთებას გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც გასახსოვს უახლოვდება სასამართლო პროცესების ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხარდაჭერების სასამართლოს და საერთაშორისო თვალში ჩვენ გამოვხსნათ როგორც კვლევები და კვლევების შემკვეთები. მე ამაყად შემიძლია ჩავწერო ყველაში. ჩემს მეგობრებს, ჩემს ოჯახის წევრებს და მე შემიძლია ვიამაყო, რომ მომიწია ასეთ გადამწყვეტ მომენტში ყოფნა ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე და გარკვეული შემეტანა იმისათვის, რომ ეს საქართველოს არის ერთიანი დამოუკიდებელი ქვეყანა და რომელსაც ნაკლებად ემუქრება საფრთხე რუსეთის ზეწოლისაგან, ვიდრე ეს დაემუქრა თუნდაც უკრაინას ან სხვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს. დიდი მადლობა.